სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია ajaran.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი დონკენი, ინდიანა ევანსი და ლუკ მიჩელი. დილამშვიდობისა, პრინცესა. კლეო. რა? შენ რა მთელი ღამე მეცადინეობდი? ალბათ. გამოცდაზე არ ჩაგეძინება? ხომ იცი ეს ფიზიკა, ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ეს კვერცხია? ყველაფერი სათანადო დღის დასაწყისისათვის. მინდოდა საწოლში მომერთმეა. მართლა? ჯერ გვიანი არ არის. ვინებეთ? Bon appetito. ეს ფრანგულია. არა, არ არის. თავისუფლდება რადიოაქტიური პროცესების დროს. ალფა ნაწილაკები ან 2 პროტონია, ან 2 ნეიტრონი, რომელიც თავისუფლდება ბირთვის დანაწევრებისას. 2 პროტონი, 2 ნეიტრონი კი. გავიგე. ბელა, უნდა იზეპირებდე და არა მირეკავდე. რა? საცურავად წახვედი? მე ვცდილობ დავიმახსოვრო რა არის ალფა ნაწილაკი. ეს კი საცურავად წავიდა. მშვენიერია. რიკიც მოდის. ესე იგი ორივემ უნდა იმეცადინოთ განსაკუთრებით რიკიმ. ყველას უნდა დასვენება, მაგრამ როცა გამოცდა კარს მოგვადგა, უნდა ვიმეცადინოთ. მორჩა, მინდა ვიცოდე, რომ ორივე მეცადინეობთ, გასაგებია? კლეო, შენ რა არ გესმის? მაბადიე, გონია რომ აუცილებლად დაგვისვამენ კითხვას უჯრედში და მოლეკულურ ცვლაზე. რა თქმა უნდა. ესე იგი, რომელი ამინომჟავებისგან ხდება დნმ? ამაზე ხომ გკითხავენ? ეს გაიმეორე? გავიმეორებ, გამოცდამდე ხომ 2 საათია. რითი იყავი დაკავებული? არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც. დღეს ხომ სავსე მთვარეა. გამარჯობა. აბა მოემზადეთ გამოცდისთვის. არა, და ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ამ გამოცდაზე წასვლა. რა? დიახ. დიახ. ზენ ვიცი რომ დღეს სავსე მთვარეა, დახმარება არ მიჭირდება. მადლობა. რიკი. იმედი ახლა იხუმრე და ცოტას ვიმეცადინებთ, კარგი? კარგი. რა ხდება? არაფერი. რიკი? კიდევ რა მოხდა? არაფერი. ყურადღება გადაიტანე. კი, საჭიროა. შეგვიძლია საღამოს სადმე წავიდეთ. შეიძლება.
მაგოზე რა ხდება? რამე უცნაურობაა? ვიღაც მეცადინეობს. ეს მოლეკულური სისულელე ისეთი მოსაწყენია. მე მაგოს ისტორია უფრო მაღელვებს. მაინტერესებს ვიცოდე, რიკი. ყველაფერი ქალთევზებზე. საიდან გაჩნდნენ? მეც მაინტერესებს. ჰა, კმარა. აქ ჩვენ ვიმეორებთ. თუ ვერთობით. სკოლის შემდეგ ეს არავის დასჭირდება. რიგი ამის დრო არ არის. დღევანდელი დღე წუთებში გავთვალე. მართლა? ჰო. 2 საათი და 20 წუთი გვაქვს აქ მოსამზადებლად. და 90 წუთი გამოცდაზე, რომელიც 15 წუთს იქ მომზადება მოიცავს. მე არ მოგცემთ საშუალებას განრიგი ამირიოთ. გასაგებია? მორჩა. აბა. წავედით. მინდა შეგახსენეთ, რომ ამ გამოცდაზე დამოკიდებულია მთელი ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. მე კი მინდა შეგახსენეთ, რომ სავსე მთვარე 3 საათსა და 40 წუთზე ამოვა 5 წუთით ადრე გამოცდის დასრულებამდე. ასე რომ 5 წუთით ადრე უნდა წამოვიდეთ. გასაგებია? კლეო? 5 წუთით ადრე? გამოდის 5 წუთით ნაკლები გვექნება. მერე რა? ეს ხომ ელემენტარულია. როგორ არა, ყველაფერი წუთებზე მაქვს გათვლილი. ამისთვის მთელი თვე ვემზადებოდი. კარგი რა, სულ 5 წუთია. არ დაგავიწყდეთ სახელისა და გვარის დაწერა, ასევე ნომრი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 85 არა, 90, 85 არა, 90. არნაირი მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები. 85 არა, 90. არ ილაპარაკოთ. თუ რამე პასუხის ვარიანტები გაქვთ, ფანქრით დაწერეთ. 1 წუთი გაქვთ მოსამზადებლად. ნიშანზე გადააბრუნეთ ფურცლები. ნუ ლაპარაკობთ.
წერა განაგრძეთ. უბრალოდ ვიღაცამ სარწყავი ჩართო. მაგრამ იქ ვერავის ვხედავ. რა გავაკეთოთ? ჩუმად განაგრძეთ. ყველაფერს გავარკვევ. კარგით. ვილ, რას აკეთებ? აქ რა ხდება? მაპატიეთ, წყალი გამოდიოდა. გასაგებია. კარგით, ყველანი გადით. და გამოცდას გადავიდანთ. დატოვეთ თქვენი ნივთები და მშვიდად გადით გარეთ. ფრთხილად ფეხი არ გაგიცურდეთ. მეორე კარიდან. შენ ხომ გითხარი რომ თვარე 3 საათსა და 40 წუთი ამოვიდოდა? შეგეშალა? არა, მგონი არ შემშლია. არ უნდა მოვსულიყავით. უკვე ფიქრს ვიწყებ რომ მართალია იყავი. თუ ჩვენთვის რაიმეს თქმა უნდა, როგორ მოусმენთ მას? მაკოზე წავალთ და დაჭერის უფლებას მივცემთ. რა? მას უნდა ვენდოთ. არ შეგვიძლია მთელ ქალაქში ფანტანების მოწყობა. კარგი. კარგი. მაშინ დაიწყება, როცა მთვარე გამოჩნდება და უბრალოდ ველოდოთ? დაველოდოთ. საღამოს რის გაკეთებას აპირებ? ჯერ ვერ გადავწყვეტე. იქნებ ვივახშმოთ, კინოში წავიდეთ. თავი დავახციოთ ამ ყოველდღიურობას. ადრე არ მიდიხარ? არა, დაკეტვამდე შენთან ვიქნები. დარბაზს მიხედე, რაღაც უნდა შევამოწმო, კარგი? კარგი. ფრთხილად. იწყება. ნუ მაშინებ, ისედაც ძალიან მაშინია. ახლა შიშისგან ვიყვირებ, ჩუმად. როგორ უნდა მოვიქცეთ? გამარჯობა? დაგერეკათ მაინც რომ არ მენერვიულა. ვერ გამიგებდი რომ დამერეკა. რა გინდა?
რიკი აქ არის? არა. მინდოდა და გამეგო ყველაფერი კარგად აქვს თუ არა. ხომ გითხარი აქ არ არის. მაგრამ იცი სად არის? იცი მესმის მე და შენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ. ეს მსუბუქად ნათქვამია. ის უნდა ვიპოვო. არ მგონია ეს უნდოდეს. არ გაინძრეთ. ახლა რას ჩუმად? კრისტალები სჭირდება? ზეინ მზად ხარ? გოგონებს ჭკუა არ ეყოთ და კონსოლზე წავიდნენ? და თუ ასეა, ძალიან ცუდია. ხომ იცი, რიკი ვერ გაუმკლავდა სასამთვარის ბოლოზე მოქმედებას და ისევ იქ წავიდა? გასაგებია, იქ მივდივარ. არა, არ წახვიდე, მივდივარ. ახლა რა? აქეთ, ვიცი საითაც. რიკი. კარგად ხართ? რატომ მოხვედით? გოგონა დახმარება გჭირდებოდათ. ვინმე მგთხოვათ? აქ იყო. აქ რაღაც შუქი იყო, არა? რიკი. მარტო ყოფნა გვინდა. რთულია თქვენი გაოცება.
ეს ცეცხლოვანი ბორთი კომეტა იყო? და აქ ჩამოვარდა? ამ კუნძულზე? სავარაუდოდ ასია. მაგრამ ეს უკვე მოხდა, თუ მომავალია. იქნებ გვაჩვენა, როგორ შეიქმნა კუნძული მაკო. მილიონი წლის წინ. ეს როგორც ისტორიის გაკვეთილია. ისეა. იქნებ თვარისაუზი კომეტის სახეობას ეკუთვნის. რატომ იქნებ? ეს ხომ ნათელია. ჩვენი ქვები ამ გამოქვაბულის ნაწილია. ბევრი გამოცანაა. გონია რომ ბიჭებს ხელი რომ არ შეეშალათ, კიდევ ბევრს გვაჩვენებდნენ. ჯერ არ გვაქვს პასუხი. მან ეს რატომ გვაჩვენა? ხვიძავს კლეო. თითქმის არ მეცადინეობ. მამა 24 საათი დაზეპირება არ შემიძლია. ძილით მჭირდება. გასაგებია, განსაკუთრებით ღამით და სახლში. აიღე. მადლობა. გუშინდელი შემთხვევის გამო ბოდიშს გიხდით. პრობლემების მიზეზი ვერ დავადგინეთ, მაგრამ ამაზე ნუიფიქრებთ. არ დაგავიწყდეთ დააწეროთ სახელი, გვარი და ნომერი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გვერდის ზემოთ. არნაირი მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრომოწყობილობები. დრო ჩაერთო, გადაშალეთ. კითხვები უფრო ადვილი იყო ვიდრე მეგონა. წერდი და ვწერდი გაუჩერებლად. მეც. იმედია მეც შევძელი. ნეტო მე მქონდეს თქვენი თავდაჯერებულობა. რატომ? უცოდინარი ვარ. მითხარი, ჩემზე გაბრაზებულები არ ხართ გუშინდელის გამო. შენ ხომ უბრალოდ ღილავდი ჩვენზე. მართლა. გუშინდელზე რა აზრის ხართ? თვარისაუზის შექმნაზე მოგვიყვნენ. მაგრამ უფრო მეტი გამოცანაა ვიდრე გქონდა. რიკი მართალი იყავი, როცა ამბობდი, რომ საცეცი ჩვენი მტერი არ არის და სავსე მთვარის არ უნდა გვეშინოდეს. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი. ხმის რეჟისორი ლერე შეწირული, გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.